საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. პოლიცია გამოიძახეს გვაშინებენ ზეწოლაა და პასხა. გარემოვაჭრეების პროტესტის მეორე დღე და სიტყვიერი დაპირისპირება. გურჯაანის გამგეობაში დილა ხმაურით დაიწყო. რას აპირებენ გარემოვაჭრეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში? ავად უყოლანი თბილისიდან ჩამოვიდნენ მთელი ყველანი. გვილპება ტავარი. დაგვცირიან, გვეუბნებიან პოლიცია გამოიძახეს. მოხდა და ეგზაში დაეღუპა. კიდევ ერთი მკვლელობა ვარდისუბანში. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა მოვედი 2 წუთია და მოკლესო, მეტი არაფერი არ ვიცი. სამთრის დღეები და გათბობის საკითხი სოფლებში. როგორ ახერხებს მოსახლეობა ისედაც გაძვირებული ცხოვრების პირობებში გათბობას? არ ვახეთ შეშას მეწილად. სხვა რამეს ვიყლებთ და შეშას ყიდულობთ. ესეთი ფუნდი დამჩადა. რამდენ ხან მეყოფა. გურჯაანის სოფლების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტში უკვე აისახა. რამდენი ლარი დაიხარჯება წელს პროგრამის ფარგლებში? წელს გაზრდილი არის 34,000 ლარით. მართლმადიდებელმა სამყარომ აღდგომის მარხვისთვის მზადება დაიწყო. ამ მარხვით გამოვხატავთ ზუსტად ჩვენი დიდ სიყვარულს და ერთგულებას უფლისადმი. ეთერში ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. დღეს ისინი გურჯაანის გამგეობაში მივიდნენ და გამგებელს გარევაჭრობის ნებართვას თხოვეს. გია გერგიძემ კი მათ ახალ ან ძველ აგრარულ ბაზარში გადასვლა შესთავაზა. იმის გამო რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში საკმარისი ადგილი არ არის. გამგებელს კი მიაჩნია, რომ პროდუქტი ქუჩაში არ უნდა იყიდებოდეს. მისივე შეფასებით გარემოვაჭრეები ნაციონალური მოძრაობის მიერ არიან მართულები. გარემოვაჭრეები კი გაჩერებას არ აპირებენ და გზების გადაკეტვით იმუქრებიან. პირველი მასშტაბური აქცია უკვე დააანონსეს. ხმაურიანი დღის დეტალები ნინო სამიაშვილის სიუჟეტში. 40 და 50 ადამიანია გაუნაი. პოლიცია გამოიძახეს გვაშინებენ ზეწოლაა და პასხა. გარემოვაჭრეებმა პრობლემის მოგვარების მიზნით ქუჩიდან გურჯაანის გამგეობაში გადაინაცვლეს და გამგებელ გია გერგიძეს შეხვდნენ. მოვაჭრეები გარევაჭრობის დაშვებას ითხოვდნენ, გამგებელი კი მათ ახალ ბაზარში გადასვლას თავაზობდა. 5 მანქანის ადგილი არისო. თქვენ აქ ახალ მოსული რა განწყობთ, იცი? ჯიბრზე ილაპარაკო და მაინც და მაინც ქუჩაში გარეთ დადგეთ და. ადგილები არ არის ეგარი თქვი. საბოლოოდ დიალოგი დაპირისპირებაში გადაიზარდა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ოცნებამ გითხრა და გასაკრებო. კარგად ზადებოთ, დახომს. ჩვენ შეგეკითხეთ, ხოვეთ. კარგად არ შეგიხართ მდგომარეობაში. კარგად ზადებოდეთ, დახომს. კარგად ზადებოდეთ. გვილპება ტავარი. დაგვცირიან, გვეუბნებიან პოლიცია გამოიძახეს. ტყუისკენ მართავს ვილაპარაკო. ტარდა გვასაქმეს არაფერი, უკან ბანკი გვაქვს და ოჯახი გვაქვს. მითხარი რა ვქნა, ბანკის ვალი მაქვს, ლიბერტის ბანკი, რითი დავფარო, მარტო ხელა ხალი ვარ. გამგებლის შეფასებით გარემოვაჭრეები ნაციონალური მოძრაობის მიერ არიან მართულები. ამბობს, რომ მისი პოზიცია უცვლელი დარჩება, რადგან გურჯაანი ჰიგიენურ ქალაქს უნდა დაემსგავსოს და პროდუქტი არა ქუჩაში, არამედ ბაზარში იყიდებოდეს. ხალბატონმა გუშინ აქ ჩემთან კაბინეტში ჩვენი ხელმძღვანელობა და სუყოლა ისიაგინა კაცები არ იგიდებიან ესეთი ენით. ხო და ამას ვიდაკეთებს ნაციონალური მოძრაობა, მას სხვა ვინაკეთებს. რაც შეეხება ამ გარევაჭრობას, იმ ტვერში, იმ საშინელ პირობებში ხორცის, ყველის და სასუცათო პროდუქტების გაყიდვა, მე მგონი თქვენც დამეთანხმებით, რომ არ შეიძლება. ახალ ბაზარში რამდენიმე ადგილი თავისუფალი მართლაც არის. 1-5-6 მანქანა გაჩერდება და აგინახეთ. თეორი კვირა არ ვახტევინებ რა, რომ ცოტა ხალხი მიიჩვიან და გააკეთონ თავის. თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი დაახლოებით 30-მდე არიან, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი გარევაჭრობის დაშვებაა. ავად უყოლანი თბილისიდან ჩამოვიდნენ მთელი ყველანი და გარემოვაჭრეები დაშლას არ აპირებენ, ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე დღეს აძლევენ. თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, 26 თებერვალს პარასკევს უკვე მასშტაბური აქციის მოწყობას და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ. კიდევ ერთი მკვლელობა თელავის რაიონში. ვარდისუბანში დაჭრილი 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ის ბიძაშვილმა ურთიერთ შელაპარაკებისას ეგრეთ წოდებული სპიცით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფომდე შემთხვევით გამვლელს გადაყავდა, თუმცა მამაკაცი გზაში გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახლა მოვედი 2 წუთია და მოკლესო, მეტი არაფერი არ ვიცი.
ბიძაშვილიო, სხვა არაფერი. მიზეზი რა იყო? არაფერი, ერთ ეხლა მოვედი და ვერ იყვნენ კარგად თუ და მე ეს 5 წუთია მოვედი. მოდიოდა ეს ჩემი შვილი რა ვიცი, მგზავრმა ხელი აუწია, ჩაჯერა, დაჭერილი მიყავდა, ალბათ საავადმყოფოში ხა სახში ხარ მოიყვანდა. და გზაში მოკვდა და ამ წუთში დამირეკეს გულგახეთქილი მოვედი. წინასწარი მონაცემები და გავრცელებული ინფორმაციით სხეულის დაზიანება მოხდა მარტის უბანში, გამვლელმა წამოიყვანა დაჭრილი ადამიანი და საავადმყოფოში გადაყავდა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია გამვლელს, შემთხვევით გამვლელს და აქ ამ ადგილზე ამიტომებში გარდაიცვალა, რაც დაადასტურეს ექიმებმა. მიცვალებული იქ არის და გავიგე რომ ვარდის უბანში დაუჭირათო და წამოუყვანია მანქანას. მოხავდა და ეგზაში დაეღუპათ. სამთრის ცივი დღეები და გათბობის საკითხი სოფლებში. მართალია წლის ყველაზე ცივი სეზონი იწურება, მაგრამ მოსახლეობას გათბობის საკითხზე ზრუნვა კიდევ რამდენიმე ხანს მოუწევს. შეშასა და გათბობის სხვა საშუალებებზე კი, როგორც ამბობენ, შემოსავლის დიდი ნაწილი იხარჯება, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ნახოთ სიუჟეტი, რომელიც ვერა იაშვილმა ლელიანსა და ჭაბუკიანში მოამზადა. ლელიანში მცხოვრები მზია ჯაფარიძე ზამთარში გასათბობად შეშას ხმარობს. ამბობს, რომ ოქტომბერში ნაყიდი შეშიდან, რომელიც 400 ლარად შეიძინა, ახლა მხოლოდ 1 კვირის მარაგი დარჩა. ოჯახის დიასახლისის გამოთვლით წელიწადში გასათბობად 700-800 ლარი სჭირდებათ, რისი საშუალებაც არ აქვთ. ამიტომ იძულებულნი არიან ეკონომიურად მოიხმარონ და ღუმელი მხოლოდ საღამოს საათებში აანთონ. შეშა უკვე დავწვით 400 ლარამდე. ნუ საერთოში რომ ვაცხადებ, თითქოს დიდი თანხა არ არის, მაგრამ ამის მოპოვებაზედაც გარკვეული შრომა გვჭირდება, მარტო ეს ხომ არ არის. გვაქვს კიდე ბანკები გადასახდელი ამ შრომით, რომ მიიხდით რაღაცა და მერე უკვე ძალიან ზამთრის გატარება ძალიან გვიჭირ. არ ვართ შეშაც მეწილად, რომ გარეთ მუშაობთ, სახში ეკონომიას ვაკეთებთ და ამით შეშას ვზოგავთ. ლელიანელები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირი არ აქვთ სოფელში და გასათბობად მხოლოდ შეშას იყენებენ. მათივე თქმით, გასულ წლებში შეშის საყიდლად ვაუჩერებს აძლევდნენ და შედარებით იაფი უჯდებოდათ. სხვა რამეს ვიკლებთ და შეშას ყიდულობთ. სიცივე შუა დავიხოცებით. ძვირია შეშით გათბობა? კი, ნამდვილად ძვირი. ესეთი ფუნდი დამჩა. რამდენ ხან მეყოფა? 360 ლარის ვიყიდე. ახლა გავალ გარემოში თუ გამევიდა ამიდი და ხე რომელიც არ მომეწონება მივაჭრი ძირში. რა იყო ესე მივდიოდით ტყეში, ბილეთს გამოვიწერდით, მივდიოდით ტყეში და მოგქონდა შეშა ჩვენ თვითონ. ჩვენი საფრთხე. მომგებიანი იყო, როდესაც რა თქმა უნდა, ბევრად. შეშა არა გვაქვს, შეშა, ეს არის ჩვენი შეშა. ეს ახლა მარტი მოთომს და ფულიც არ გვაქვს რომ ვიყიდოთ. ეს კი სოფელი ჭაბუკიანი აქ მოსახლეობა გასათბობად ძირითადად ბუნებრივ აირს მოიხმარს. ამბობენ, რომ შეშის ყიდვას ურჩევიათ გაზის გამათბობლით გათბნენ, თუმცა მისი ყოველთვიური გადასახადიც ეძვირებად და მთავრობისგან შეღავათებს ითხოვენ. შეშა 600 ლარი მაინც გინა დედი, იმიტომ რომ ერთი მანქანა არაფრით არ გეყოფა შვილო, არაფრით. ახლა ასე ჩვენ ახლა ბიჭი მყავს ზიდავს ხომ ცოტარას რაღაცას ხარ ყიდულობთ. 2 წელია რაც გვაქვს ეს ცენტრალური გათბობა და ყოველთვიურად 250-270 ლარამდე ვიხდით. ძვირი კი არის, მაგრამ რას ვიზავთ? ეს უფრო მირჩევნია მე მაგალითად. ვიდრე შეშა. ხო, ვიდრე შეშა იმას მტვერიც აქვს ბევრი, თან შენდება უნდა, დაჩეხვა უნდა, ყველაფერი უნდა და ამდენი კიდე. შეშა დედი ისე გადვიდა რომ ტყეში კაციშვილს არავის აღარ უშვებენ, გადაკეტილია გზები. საიდან იმას ხია, უფრო მეტი ჯდება კიდე ის შეშა. თუ თავრობამ არ მოგწა შეღავათი, სხვა ვინ უნდა მოგწეს შვილო. ვის იმედი გვაქვს აფას ხვიცი? მაყოფილი ვარ, კი, გაზეთ. შეშით მაგდენს ვერაფერს ვერ გავთვებოდი და ძვირიც არის ძალიან არც შევდება. იქიდანაც რო გაიგო შეღავათი 600 ლარი რო გადაგვახტები, ჩამოგვაჭრან ისინი. და იქიდანაც დააკლებენ რა, ესე დენზე თუ იყო სუბსიდიას რო აკლებდნენ. იქაც იყო რაღაცა ცოტაოდენ შეღავათი. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით შეღავათი მხოლოდ ყველაზე გაჭირვებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს აქვთ და თითოეულისთვის სეზონზე 100 ლარის შეშას ყიდულობენ. ასეთი კი ლაგოდეხის რაიონში მხოლოდ 200 ოჯახია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 1,129,000 ლარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უკვე აისახა. დღეს საკრებულოს რიგ გარეშესხდომაზე დეპუტატებმა სწორედ ეს საკითხი განიხილეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 34,000 ლარითაა გაზრდილი. სიახლეა ისიც, რომ დაგეგმილი სამუშაოების შემსრულებელი გამარტივებული ელექტრონული ტენდერით უნდა გამოვლინდეს. დარჩენილი თანხა კი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი 2009 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 50 მილიონი იხარჯება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს ყოველწლიურად. წელს გაზრდილი არის 34,000 ლარით. ეს თანხა გადანაწილებული იქნა სოფლების მიხედვით, თანაბრად მოსახლეობის აღრიცხვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. სოფელში განსახორციელებელი პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა, როგორც ვიცით, სტარდება სოფლის კრებები, იქ უნდა იაქტიურონ ჩვენმა მოსახლეობამ თუ რომელ უბნეულად რა არის გასაკეთებელი. იმის მიხედვით იქნება განაწილებული სოფელში მიმართული თანხები. ლაგოდეხის ტყეში დაკარგულ მონადირეებს ოჯახები საკუთარი ძალებით ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მაღალი თოვლისა და ზვავ საშიშროების გამოა შეჩერებული და მხოლოდ მაშინ განახლდება, როდესაც გეოლოგები ნებართვას გასცემენ. შეგახსენებთ, რომ 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდა და უკან მხოლოდ 1 მათგანი დაბრუნდა. 3 ახალგაზრდა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური 3 იანვრიდან ჩაერთო, თუმცა უამინდობის გამო ძებნა 29 იანვარს შეწყვიტეს. მართლმადიდებელმა სამყარომ აღდგომის მარხვისთვის მზადება დაიწყო. მიმდინარე კვირაში მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულია და ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. მომდევნო კვირის ამავე დღეებში კი კვლავ მარხვაა. შემდეგ ყველიერის კვირა დაიწყება. 14 მარტს კი მორწმუნეები დიდ მარხვას შეუდგებიან, რომელიც მე-40 დღეს 1 მაის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. მთლიანად ხსნილია ეს კვირა, ოთხშაბათი პარასკევის ხსნილია. შემდეგი კვირა არის ჩვეულებრივი კვირა, ხორციელი კვირა. ხორციელი შაბათია, მიცვალებულთა ხსენების დღეა შაბათს. და შემდგომ იქნება უკვე ყველიერის კვირა და იწყება მერე მარხვა. მარხვის მნიშვნელობა ძალიან დიდია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ყველა მართლმორწმუნე ადამიანი ემზადება ამ მარხვისთვის. და ამ მარხვით გამოვხატავთ ზუსტად ჩვენი დიდ სიყვარულს და ერთგულებას უფლისადმი. ეს არის ძალიან აუცილებელი. და მე უსურვებ ყველა მართლმორწმუნე ადამიანს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა კიდე სიხარულისა. 24 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობილმა გამოცემა ეკონომისტმა საქართველოს ყველაზე მეტი წიგნის გამომცემელი ქვეყნების ხუთეულში დაასახელა. მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ტაივანი და ესპანეთი. რა ღონისძიებები გაიმართა დედაქალაქსა და რეგიონებში და როგორია წიგნიერების დონე საქართველოში, ნახეთ გიგა აბულაძის სიუჟეტში. დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. დღე, როდესაც მსოფლიო წიგნის კითხვისკენ მოგვიწოდებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორ შეხვდა საქართველოს წიგნის დღესასწაულს და ზოგადად, როგორია წიგნიერების დონე საქართველოში. წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიწვეული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის განაწილებული. ერთ-ერთი ასეთი საღამო თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში დაიგეგმა. საღამო ეხებოდა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს და ეს ტარდებოდა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც წავიკითხე ჩემი საყვარელი პოეტების ლექსები და საბოლოო ჯამში ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ძალიან თბილი. ჩვენმა მკითხველმა თავად წაიკითხა ლექსები და წაუკითხა დამსწრე აუდიტორიას. ჩვენი კარი მუდამ ღია ახალგაზრდა მწერლებისთვის, პოეტებისთვის, მსურველებისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს. ეს იქნება ტრადიცია და ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ ამ ბიბლიოთეკის კედლებში, გავაცოცხლოთ წიგნები. წიგნიერების დონით თუ არა წიგნების გამოცემის რაოდენობით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ. ცნობილმა გამოცემა ეკონომისტმა საქართველოს ყველაზე მეტი წიგნის გამომცემელი ქვეყნების ხუთეულში დაასახელა. რეიტინგში, რომელიც ასახავს რომელმა ქვეყანამ გამოსცა ყველაზე მეტი წიგნი 2013 წლის განმავლობაში, საქართველოს მეხუთე პოზიციაზეა. მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორც დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ტაივანი და ესპანეთია. 2006 წლისა და 2011 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, საქართველოს არის
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელმაც წიგნიერების შედეგები ყველაზე მეტად გააუმჯობესა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასურველი არ არის, რომ გქონდეს უკეთესი შედეგები. განათლების სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე ინფორმაცია აქვს თავად განათლების სამინისტროშიც. ლია გიგაური აცხადებს, რომ წიგნიერების მიხედვით ბოლო პერიოდში დადებითი ტენდენციები შეინიშნება და კვლევები უმჯობესდება. ყველაზე უფრო ცნობილი კვლევა გახავთ პირქსი, რომელიც ჩატარდა 2006 და 2011 წელს და წელს კიდევ აპრილში 2016 წელს ჩატარდება ეს კვლევა, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი მოსწავლეების წიგნიერების დონე და შედარებითი ანალიზის საშუალებასაც იძლევა სხვა ქვეყნებთან. სამინისტროსაც აქვს თავისი პროექტები, რომელიც ვრცელდება ყველა სკოლაში და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ სწორედ სასკოლო ბიბლიოთეკების აღჭურვა და წიგნებით უზრუნველყოფა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდები წიგნს არ კითხულობენ, ცდარია. ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში კითხვა პოპულარული გახდა. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვან სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავა. ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული ახალგაზრდაა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად 19 თებერვალს ცოლად მოყვანის მიზნით ფონიჭალაში მცხოვრებ 17 წლის გოგონას თავისუფლება აღუკვეთა. სოფლის მეურნეობის ექსტენციის განვითარება და რეგიონული მედიის როლი ექსტენციის ეროვნული ფორუმის მესამე დღე მედია ექსტენციას დაეთმო. ფორუმი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გახსნა, რომელიც მონაწილეებს პროცესში ადგილობრივი მედიის როლის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ნათია კუპრაშვილის თქმით, მასობრივი აუდიტორიის დაფარვისთვის აუცილებელია, რომ ექსტენცია მედია საშუალებებით გავრცელდეს. ნათია კუპრაშვილს ეთანხმებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. დავით გალეგაშვილის განმარტებით, აგრომიმართულებით რეგიონში ადგილობრივ ტელევიზიებს დიდი ინტერესი აქვთ და ყავთ მიზნობრივი აუდიტორიაც. მას მიაჩნია, რომ ექსტენციის მიმართულებით წამყვან ადგილს რეგიონული მედია დაიკავებს. მნიშვნელოვანია, რომ ექსტენცია წავიდეს სწორედ სამაუწყებლო და მედია არხების საშუალებით, იმიტომ რომ ეს უფრო მასობრივ აუდიტორიაზე არის მიმართული და შესაბამისად ამ საშუალების გამოყენება, კარგი გაგებით გამოყენება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ სწორედ აი ამ მნიშვნელობაზე გამოვახსენებთ ყურადღება და იმაზე, თუ რა წილი აქვს რეგიონულ ტელევიზიებს, როგორც სამაუწყებლო ბაზარზე, ან რამდენად ხელმისაწვდომი არიან ისინი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და გამოვახსენებთ ყურადღება იმაზე, თუ რა მწირია მათი დაფინანსება და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხარდაჭერილი იყოს აგროთემატიკის მიმართულებით მათ შორის პროდუქციის წარმოება, შინაარსის წარმოება რეგიონული ტელევიზიების ბაზაზე. საქართველოში 600.000-მდე მცირე ფერმერია. მათთვის აგრარული მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ამისთვის სხვადასხვა საინფორმაციო სტრუქტურებმა გამართულად უნდა იმუშაონ. ფერმერების განვითარებაში დიდი როლი სახელმწიფოსთან ერთად მედიასაც აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაციის გარკვეული ჩართულობა, რადგან ფერმერებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. აგროკუთხით უფრო მეტი ინტერესი გააჩნია თვითონ იმ რეგიონში. იმიტომ რომ ცენტრალურ ტელევიზიას არ შეუძლია რომელიმეს დაუთმოს მნიშვნელოვანი დრო ფერმერებს. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ტელევიზიები, რეგიონული ტელევიზიები გახდებიან წამყვანი ამ ნაწილში. თავარი არსებობდეს ერთი ან ორი ტელევიზია, რომლებიც მათი საშუალებით ყველა რეგიონს ინფორმაციას გადასცემს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას, ვინც კი დაინტერესებული ამ თემატიკიდან მუშაობს, ამ თემატიკაზე მოვახდინოთ მათი კონსოლიდაცია. უთხრათ, რომ ეს ბაზარი აუთვისებელია და ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოთამაშეები ამ ბაზარზე, რათა სახელმწიფო მედია ექსტენცია სწორად იყოს აღქმული და სწორად იყოს მეწოდებული ფერმერებამდე. რადგან მათი ბიუჯეტი როცა იზრდება, ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის სიძლიერეზე. მხოლოდ ასე გამოვხილოთ ჩვენ, ანუ ერთობით შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაცები გავაკეთოთ. ჰიბრიდული ომი და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის ლანდშაფტის ცვლილება, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, მედია საშუალებებსა და დაინტერესებულ მხარეებს დღეს ახალი ანალიტიკური კვლევის გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ანგარიში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა მოამზადა. ავტორთა განმარტებით, ჰიბრიდული ომი განსაკუთრებულად ეფექტური იმ სახელმწიფოშია, სადაც მოშლილია ინსტიტუციური მმართველობა, პრობლემურია კორუფცია და ადვილად გამოსაყენებელი მედია გარემო. ანალიტიკური დოკუმენტი პროექტის ეკონომიკური ნატო ფარგლებში მომზადდა, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.
თუსის სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ელემენტები არის ეროვნული კონსენსუსის არარსებობა ფუნდამენტურ საკითხებზე, სტრატეგიული ხედვის არარსებობა, ინსტიტუციური მართვის მოშლილობა, კორუფცია. აქედან გამომდინარე, ყველა ამ ელემენტის გათვალისწინებით რუსეთი გაცილებით ადვილად აღწევს თავის პოლიტიკურ შედეგებს, იყენებს პროპაგანდას, საინფორმაციო ველს, ჩვეულებრივ სამხედრო ძალას და ამ კომბინაციით რუსული ტაქტიკის გასანეიტრალებად აუცილებელი არის პირველ რიგში წყობრი სახელმწიფო სტრატეგიის ქონა და ამ სტრატეგიაზე დაფუძნებული გეგმის განხორციელება შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. საუბარი და ანგარიშიც იმაში მდგომარეობს, რომ თუ რა საფრთხეებს იყენებს, ასე ვთქვათ, რუსეთი ჰიბრიდული ომის, ასე ვთქვათ, არა სამხედრო საშუალებებით, რაზე გავლენას ახდენს ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე, როგორ ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, ასე ვთქვათ, დასუსტება იმისთვის, რომ შემდგომ ჩვენს, ასე ვთქვათ, არაკეთილ განწყობილ მეზობელს უბრალოდ იმის საშუალება რჩება, რომ ის მიზნები, რომელიც გააჩნია ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, დასამორჩილებლად, ისე თავისუფლად განახორციელოს, რომ ამისთვის მას, ასე ვთქვათ, დამეტებით ტანკების და ძალის გამოყენება არ იყოს ამისთვის საჭირო. სამხედრო მარშზე კონკურსის პირობებს კონსერვატორიის სტუდენტები გაეცნენ. დღეს მათ ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი კაპიტანი კობა მერმანიშვილი შეხვდა და სრული ინფორმაცია მიაწოდა. სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოაცხადა. საუკეთესო მარში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს შეუძლია. საკმაოდ ბევრი სურველი აღმოჩნდა, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, სტუდენტების ინტერესი იყო ძალიან დიდი. რითიც შევძლებთ, ვფიქრობ, რომ დავაკმაყოფილეთ და მიხარია, რომ ახალგაზრდობა აქტიურად ჩაერთო ამ კონკურსში. კონკურსის იდეა მომწონს მე რა თქმა უნდა, ასე პატრიოტული სულის გაღვიძების ვიძგებს ყველას, რაღაც აეროპორტების წინ წამოწევა, რაც სამწუხაროდ ცოტა ამ ბოლო პერიოდში ყვაკლია. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო, მაგრამ არც თუ ისე იოლი გამოწვევა არის ეს ჩვენთვის და სასიამოვნო ალბათ, რომ შეგვიძლია რაღაც ჩვენი შემოქმედება დაუკავშიროთ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ცდილობს დაიცვას ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო. როგორი პასუხი გასცა ქალმა მამაკაც, რომელმაც ქუჩის დანაგვიანება გადაწყვიტა. ნაკრძალის ბინადარი განუყრელი მეგობრები ძაღლი და სპილო. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. ავიაკატასტროფა ნეპალში უცხოური მედიის ინფორმაციით თვითმფრინავი, რომელიც ბორცვით დაახლოებით 21 ადამიანი იმყოფებოდა. მიაგდის რაიონში ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით მგზავრთა შორის 2 სავარაუდოდ უცხოელია. არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. თვითმფრინავი ქალაქ პოქჰარადან ჯომსომისკენ მიფრინავდა და მასთან კონტაქტი აფრენიდან მალევე გაწყდა. ტორნადო ამერიკაში. ადგილობრივი მედიის ცნობით სტიქიამ 3 ადამიანი იმსხობლა, არიან დაშავებულებიც. დანგრეული ასევე საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ტორნადომ ლუიზიანას, მისისიპისა და ფლორიდის შტატები დააზარალა, თუმცა მეტეოროლოგების პროგნოზით შტორმი ალაბამასა და ჯორჯიასაც ემუქრება. დანია გერმანიასთან საზღვარზე კონტროლს 4 მარტამდე გაახანგრძლივებს ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს. მათი ცნობით, როგორც მთავრობაში აღნიშნეს, ეს ქმედება დანიაში არალეგალური მიგრანტების შედინებას შეუშლის ხელს. 4 მარტს იწურება ბოლოვა და როდესაც შენგენის ზონის წარმომადგენელ ქვეყანას საზღვარზე ცალმხრივად კონტროლის დაწესების უფლება აქვს. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში სასაზღვრო კონტროლის მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება და ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ნორმის სრულად გადახედვა მოხდება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომლებიც პალიტრატივიმ და ზოოკლუბმა გაავრცელეს. ვნახოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ მოგექცევიან, თუ ქალაქს დააგნაგვიანებთ. ინტერნეტ სივრცეში ვიდეო გაავრცელდა, სადაც ნაჩვენებია ის, თუ როგორი პასუხი გასცა ქალმა მამაკაცს, რომელმაც ქუჩის დანაგვიანება გადაწყვიტა.
დაკრძალის ბინადარი განუყრელი მეგობრები ძაღლი და სპილო. ტარა და ბელა ამერიკაში ტენესის ნაკრძალის ბინადრები არიან. ამ ადგილზე მოხალისეებს მოყავთ ის ცხოველები, რომლებიც მთელი ცხოვრება ცირკს ან ზოოპარკს ემსახურებიან. ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე თავისუფლად სეირნობენ და არავის ბრძანებებს აღარ ასრულებენ. ძაღლი და სპილო 10 წლის მეგობრები არიან. ერთი თვის წინ კი ბელამ ხერხემლის ტრავმა მიიღო. ვეტერინარები გაოცებულები იყვნენ, როცა ერთი თვის მანძილზე ყოველდღიურად ხედავდნენ სპილოს ნაკრძალთან მდებარე კლინიკასთან, სადაც ძაღლი მკურნალობის კურსს გადიოდა. როცა ის კლინიკიდან გამოიყვანეს, გახარებული ტარა მიეგება. ხორთუმით ეფერებოდა და გვერდიდან არ შორდებოდა. ახლა კი დღის სხვა ამბები. სალომე ფაჟავას ბრინჯაოს медаლი მოსკოვის გრან-პრიზე. რუსეთის დედაქალაქში გამართულ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან-პრის ეტაპზე, სადაც საპრიზო ადგილებისთვის სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი იბრძოდა. გოლით ვარჯიშში სალომე ფაჟავამ ბრინჯაოს медаლის მოპოვება შეძლო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაჟავამ განსაკუთრებით რგოლში იყო ჩაღა. გურზებით ვარჯიში, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა ტანმოვარჯიშემ რაჭულის ფონზე შეასრულა, არბიტრებმა სალომე 18-150 გულით შეაფასეს, თუმცა ეს მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. ბურთითა და ლენტით ვარჯიშებში ფაჟავა მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამებით წარსდგა. ფინალურ ეტაპზე გადავიდა და საკმაოდ მაღალი გულებით დაიმსახურა. რაც შეეხება მრავალ ჭიდს, მან მე-7 ადგილი დაიკავა. დინამომ ლიდერობა განიმტკიცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გუშინ 23 თებერვალს უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. დედაქალაქელთა უშუალო კონკურენტი გორის დილაკი ქობულეთს ესტუმრა და ბათუმის დინამოსთან ფრედ 2-2 ითამაშა. ამ შედეგით გორელები კი კიდევ უფრო დაშორდნენ ლიდერს და სხვაობა უკვე 7 ქულაში ადგენს. საკუთარი მატჩი ვერც ცხინვალმა მოიგო. კახა კაჭარავას გუნდი კი საკუთარ მოედანზე მერანს დაუპირისპირდა და მატჩი 1-1 დაასრულა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება. ასეთი იყო დღეს განვითარებული მოვლენები, ნახვამდის.